ეს არის ინტერნეტ ტელევიზია ფაქტორიჯი, გადაცემა პოლიტიკის ფაქტორი. მე ვარ ჟურნალისტი ნინო ხაჩიძე და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ გაუგებრობაზე, რომელმაც ლამის დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია თბილისსა და ბაქოს შორის. და დღეს ჩემი სტუმარი იქნება ზაალ კასტრელიშვილი, კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე. ზაალ, გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ და მიიღეთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. გავრცელდა ინფორმაცია თავდაპირველად აზერბაიჯანული წყაროებით, მედია საშუალებებით, რომ ახალქალაქის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ეთნიკური სომხები, ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური სომხები დასახლებულ სოფელში გაიხსნა ყარაბაღის გმირის, ასე ვთქვათ, იქ ძეგლი იყო ნათქვამი, მაგრამ რეალურად აღმოჩნდა, რომ ეს იყო ბიუსტი, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანი. აქვე მინდა მაყურებელს შევახსენო, რომ ენზელ მკოიანი მიეკუთვნება ალბათ ყველაზე დიდ სტაჟიან პარლამენტართა რიცხვს საქართველოში, იმიტომ რომ ის პარლამენტის წევრი არის ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული. საინტერესო რომ ყოველთვის იყო მაჟორიტარი დეპუტატი, წყვეტა არ ჰქონია, ჯერ იყო მოქალაქეთა კავშირიდან, შემდეგ ნაციონალური მოძრაობიდან, ეხლა ქართული ოცნებიდან, როგორც ჩანს, მისი პოლიტიკური პათოსი არის, ვინც მოვიდა გაუმარჯოს ალბათ. ნაციონალური მოძრაობაშიც იყო. კი, ის იყო მაჟორიტარი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან, ეხლა იყო მოძრაობაში თუ არ იყო მოძრაობაში, ეს აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ის რომ როგორც მაჟორიტარი დეპუტატი კენჭს იყრიდა ამ პარტიიდან, ეს არის ფაქტი. შესაბამისად, აზერბაიჯანულ მედიაში ამას მოყვა ძალიან დიდი აღშფოთება და დეპუტატიც ყოფილა კიდე და ვინ არის მეორე? იქ ყოფილა, მე აზერბაიჯანულ მედიაში მხოლოდ ენზელ მკოიანი იყო ნახსენები, დიახ. შემდეგ ქართულმა მედიამ გაარკვია, რომ ეს ბიუსტი იდგა 1994 წლიდან თანასოფლელებმა გაუკეთეს, ვთქვათ, ამ ადამიანს და უბრალოდ შემდეგ ეს განახლდა და ალბათ განახლების ღონისძიება ჩატარდა. ვთქვათ, გასაგებია, შეიძლება არც არანაირი მოტივი არ ქონოდათ იმ სოფლის მცხოვრებლებს, მაგრამ ალბათ სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას, ასევე დეპუტატ ენზელ მკოიანსაც, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრია და პირველად საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს უნდა ატარებდეს, უნდა სცოდნოდა და მიხვედრილიყო, რა რეაქცია და რეზონანსი შეიძლება გამოიწვია ამას აზერბაიჯანში. იმ პოზიციიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ ვერევით სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტში, იმიტომ რომ ორივე ჩვენი მეზობელია, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და სომხეთი ვთქვათ უბრალოდ პარტნიორია, ის მაინც არ ცვლის მოცემულობას, ჩვენ გვინდა რომ შუამავლის როლი და ნეიტრალური მხარე ვიყოთ. ვერევით, მაგრამ ვთავაზობთ დიალოგს. საქართველოს ნეიტრალური კი ბატონო და თავაზობ თბილისში. თქვენ რა კვალი დაინახეთ ზაალ ამ შემთხვევაში? ეს არის პირველი, ვთქვათ, სამხარეო ადმინისტრაციის, საქართველოს, ვთქვათ, ხელისუფლების, აი ნაწილის გულგრილობა, ზედაპირულობა, არაგულისხმიერობა. დაინახეთ რუსული სპეცსამსახურის კვალი, რომელიც კარგა ხანია, ხო, მუშაობს ამაზე ჩვენ შემდგომ ვისაუბრებთ ბაქოსა და თბილისის დაპირისპირებაზე, სამხრეთ კავკასიაში აი ლიდერის ფუნქციის საქართველოს ჩამორთმევისთვის და ვთქვათ, აზერბაიჯანის გადაცემისთვის. ვთქვათ, იგივე შეიძლება იყოს სომხეთის სპეცსამსახურების აქტიურობაც, ხო, მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცა ზიანი მიაყენონ მორალური თუნდაც და გააღიზიანონ ბაქო. თუ ეს უბრალოდ შემთხვევითობა, თქვენ რა მოტივს ხედავთ ამ შემთხვევაში? ამ თემასთან დაკავშირებით მქონდა ინტერვიუ მე გაზეთში და გაზეთში აღნიშნე, რომ პირველ ყოვლისა მადლობა მინდა გითხრათ მოწვევისთვის, წარმატებას უსურვებ ფაქტორს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენნაირი ნიჭიერი ხალხი აუცილებლად აიღებს ნიშას ქართულ ინტერნეტ სივრცეში და არა მარტო ინტერნეტ სივრცეში, ძალიან მალე საკუთარ ტელევიზიაში მომიწვიეთ და აუცილებლად შევთანხმდით. ესე იგი ინტერვიუში აღნიშნე, რომ კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია გაავრცელებდა განცხადებას ამ ინციდენტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ინტერნეტ კონფერენცია მოვაწყეთ ორგანიზაციის ლიდერებმა და მინდა გითხრათ, რომ ესე იგი 13 წევრიდან 12 იყო წინააღმდეგი, რომ განცხადება გაგვევრცელებინა, იმიტომ რომ პროვოკაციას არ ავყოლოდით. ანუ ამ უმნიშვნელო საკენკისგან, ანკესის, გადმოგდებულ ანკესისგან არ აგვეტეხა უმნიშვნელო როგორ იყო ნოტა გადასცა საპროტესტო ჩვენს ბაქოში. ჩვენც მან დავართ ზუსტად. საქმე იმაში გახლავთ, რომ ეს სკანდალი გამოიწვია იმ გახსნაზე სომხეთის ელჩის გამოჩენა. სომხეთის ელჩი და ჩვენ დეპუტატი რო არ მისულიყვნენ, არაფერი არ მოყვებოდა ამას. ანუ პოლიტიზება საკითხის და სომხეთი ძროშაც იყო იმ ფოტოზე, რომელიც მან დავართ ჩვენ ზუსტად, ესე იგი, რო არ მისულიყო სომხეთის ელჩი
და რაღაცა გმირული სომეხ გმირებზე რომ პათოსით არ წარმოეთქვა თავისი სიტყვა, რომ არ მისულიყო ჩვენი დეპუტატი, თუნდაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იქ ყოფილიყვნენ და დროშა ეფრიალებინათ, ბევრჯერ აფრიალეს დროშები ჩვენ ზურგს უკან. ჩვენი ნებართვის გარეშე ბაქოს ესეთი გაღიზიანება არ მოხდებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩათვლიდნენ პროვინციულ შანტაჟად და ახლა როცა სომხეთის ელჩი მიდის ქვეყანაში და როდესაც დეპუტატი მიდის, უკვე მხარე გამოდიხარ. შენ ქვეყანა ხარ მხარე და ესე იგი აზერბაიჯანელების წინააღმდეგ მებრძოლ გმირს, რომელიც თურმე მერვე კლასიდან არის წასული საქართველოდან, აღიარებ აქ გმირად. ასე რომ ჩვენ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ასე იგი სომხეთის ელჩს საქართველოში და ურჩევდით, რომ ბევრად უფრო მეტი გონიერება გამოიჩინოს. ჩვენ ესე დავთვალეთ და ესე გავთვალეთ. აი ზალ, რატომ გამოიჩინოს გონიერება? სომხეთის ელჩისთვის პრიორიტეტი გონიერების გამოჩენა და ბაქოს მოფერება თუ პირიქით ბაქოს გაღიზიანება იქნება? აი რას გულისხმობთ? იქნება ძალიანაც გონიურულად მოიქცა და თავის მიზანს მიაღწია. ჩვენ ესე დავთვალეთ, რომ სომხეთის ელჩმა სომხეთის დღევანდელ ხელისუფლებას აჩვენა თავის შესაძლებლობები, აჩვენა, რომ ის არის საქართველოში პატრიოტული სომხური ინტერესების გამტარებელი. ანუ ქულები ჩაიწერა, თუმცა ამის უკან ჩვენ ვხედავთ პირდაპირ ემსახურება ეს რუსეთის ინტერესს. როდესაც ვლაპარაკობ, რომ გონიერება ანუ მარტოდ არა მაყურებელს რუსეთის ინტერესს ემსახურება, იმიტომ რომ ბაქო-თბილისის დაპირისპირება ეს არის უპირველესად რუსეთის ინტერესი, ეს არის 1900 ეხლა რაღაცა ისეთ რამეებს ვიტყვი, რაც პრესაში 1-2 გაშხო შეიძლება. როგორ არ შეიძლება კი რა აუცილებელია. ხო, როდესაც ზვიად გამსახურდი აირჩიეს პრეზიდენტად, ახალარჩეული იყო და ელჩიბეი აირჩიეს აზერბაიჯანში იმ პერიოდში, არც აფხაზეთია მომხდარი, არც ცხინვალის კონფლიქტია მომხდარი, ერთის დაპირისპირება იყო, როცა არ შეუშვის, ხო? ესე იგი, ქვემო ქართლში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველები აპირებენ აზერბაიჯანელების გაყრას და იმ ფორმით, რა ფორმითაც სომხები გაყარეს ბაქოდან და სუმგაიტიდან. სუმგაიტის ამბები გახსოვთ. ანუ უნდა დაესხდნენ თავს და ამოხოცონ მარნეულში, სადაც ყველაზე მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს. ეს ჭორი დაახლოებით 2-3 კვირა მუშაობდა და ამ ჭორს ავრცელებდნენ მარნეულის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ის აზერბაიჯანელები, ვისაც ავტორიტეტი ჰქონდათ რა მოსახლეობაში და ეხლა როგორც ვფიქრდები, მაშინდელი ანუ სახალხო ლიდერები თუ კომუნისტები? არა, იცით სახალხო ავტორიტეტული ადამიანები. ხო, სახალხო ლიდერები მაგალითად ერთი რომელიღაც ორგანიზაციის პარტკომი იყო, მეორე რომელიღაც სკოლის დირექტორი იყო. ნუ მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩეკის როთანამშრომლობდნენ ქართულ კაკებესთან კი არა, საკავშირო კაკების ინტერესებს რო ატარებდნენ ქვემო ქართლში. ეს ის ხალხია, რომლებიც აქ დაიბადნენ, გაიზარდნენ და არც ქართული რო არიციან წესიერად და არც რუსული ის ხალხი. ხო, ახლა ბუნებრივია ამას რეაქცია მოჰყვა იქით ამ მხრიდან და ჩვენ იქით ამ მხრიდან ბაქოსიან. ხო, ბაქოს მხრიდან და ჩვენმა აზერბაიჯანელმა მეგობრებმა გთხოვეს, რომ ჩავსულიყო. მაშინ კავშირი ძალიან ცუდი იყო რა. ტელეფონის დარეკვა და რაღაც აშინელებები იყო. ჯერ კიდე ეგრეთ წოდებული მეჟდუგაროდნი ტელეფონები არსებობდა და მობილური ხო არ იყო ხო და გთხოვეს ჩავსულიყო, ჩავედით საზღვარზე. საზღვრის იქით გადავედით იქ კაფეა, დავჯექით კაფეში და ვილაპარაკეთ და უკვე ჩვენი მეგობარი მარნეულელი და თბილისელი აზერბაიჯანელებიც ესწრებოდნენ. ერთად წავედით. გაირკვა, რომ საქართველოს საზღვართან ყაზახის რაიონში შენიშნეს და იციან სად არიან დაბინავებული
100-მდე ბოევიკი მებრძოლი, რომლებიც გეტყვით, რომლებიც სახეს არ აჩენენ, ნიღბებით არიან. ხო და მადლობა ღმერთს, ახლა აზერბაიჯანელებს სახელმწიფოებრივი აზროვნების როგორც ჩანს უფრო მეტი ისტორია აქვს და გამოცდილება ყოველ შემთხვევისთვის ქართველებთან რომ კაი ურთიერთობა უნდა ქონდეთ ზოგიერთი სხვა მეზობლისგან განსხვავებით ეთყობა და ნუ ესე იგი გვითხრეს რომ ეს ჩვენი აზრითო აქ მოხდება ინციდენტიო მარნეულში და ესენი მერე დაიწყებენ პარტიზანულ ომს ქართველების წინააღმდეგ და ესე იგი მედია სივრცეში გავრცელდება ინფორმაცია, რომ დახოცილი აზერბაიჯანელების ნათესავები იძიებენ შურს. ანუ ცხინვალი, ანუ აფხაზეთი პარტიზანული, ოღონდ იქ უფრო ფორსირებულად მოხდა რა. ეს ამბავი. მოკლედ ძალიან დიდი შრომა გავწიეთ, მადლობა ღმერთს, ჩაიარა ამ ამბავმა. ძალიან დიდი შრომა გავწიეთ. აზერბაიჯანელების დაგვეხმარნენ, ჩემ და გულდასაწყვეტად დღეს ის აზერბაიჯანელები, რომლებიც აი ამ ინციდენტის თავიდან აცილებაში დაგვეხმარა, არც ერთი არც თანამდებობაზეა და არც იმათი შვილები და არც იმათი შვილიშვილი. ანუ ჩვენიანი აზერბაიჯანელები გადაყრილები არიან პროქართული. პროქართულს ვამბობ ხო აბა ეხა ამხელა ამბავი აგვაცილეს ხო თავიდან იმათ რომ ეს ინფორმაციები არ მოეტანენ და მარტო ინფორმაციები კი არ მოიტანეს ხალხი შეგვახვედრეს რა ხო და შუამავლობას გასწია რა თქმა უნდა გადავწყვიტეთ რომ ნუ შიგნით მოვერიეთ სიტუაციას შევხვდით ყველა ავტორიტეტულ ადამიანს და ანუ კონტრინფორმაცია ავაგორეთ რომ ესე არა მათ შორის ბერძნებიც ჩაერივნენ და გადავწყვიტეთ რომ ელჩიბეისთან გავაგზავნოთ ხალხი. დილით რო წახვიდე აზერბაიჯანში საღამოთი 6-7 საათი უნდა რა. გავაგზავნეთ. მაშინ მერსედესები არ იყო და BMW-ები არ იყო და 06 იყო ნომერ პირველი მანქანა და გავაგზავნეთ. გზაში არ ვიცი ხა შეგნებულად გაუკეთეს არ გაუკეთეს შეგნებულად გზაში ტრაქტორმა გადაუარა ზედა მანქანას და ორი ადამიანი გარდაიცვალა ამ მანქანაში. ძმისშვილი გარდაიცვალა ერთი კაცის ვინც გადარჩა და მძღოლი აქეთ ხარეს გადაუარა და ნუ ესენი ვერ ჩავიდნენ რა ამბავი ვერ ჩაიტანეს ელჩიბეისთან და მერე ყაზახიდან აზერბაიჯანის პირველი რაი ყაზახიდან ეგრეთ წოდებული მეჟდუგაროდნი პოსტიდან ვიღაცა ღვთისნიერმა ადამიანმა რომლის ცოლიც იქ მუშაობდა მე თბილისში ლუდის სასმელად ჩამოვდიოდიო ისე მიყვარსო თბილისიო ყაზახიდანო და რაცა იმან დაგვარეკინა იქ რა ეს ინციდენტი მომხდარია უკვე ვიცით სად მიდიან ტელეფონით დაუკავშირდით ბოლოს და ბოლოს ელჩიბეის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ყველაფერი მოუყევით. მათ შორის ამ ადამიანებს რო ეს ინციდენტი შეეხვათ და გვარები და სახელები გკითხა იმ ადამიანებს ჩვენ უთხარით რომ ესენი და ესენი. თურმე ამ კაცის და ამის ძმისშვილის ორი ბიძა 20 თებერვალს იქ როგორც ჩვენ 9 აპრილი გაგვიკეთეს ხო გაუკეთეთ თუ 20 იანვარს არმა იქ დახოცეს ისინი იყო. ესე იგი აზერბაიჯანის განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები. ერთი პროფესორი და მეორე სკოლის დირექტორი ბაქოში. ანუ ბაქოელი აზერბაიჯანი. მოკლედ, ესე იგი ელჩიბე შინაგან საქმეთა მინისტრს ბრძანება მისცა. შინაგან საქმეთა მინისტრმა გასცა ბრძანება ორი რაიონის რა ყაზახის და მომდევნო რაიონის მილიციის უფლებებს პირადად დაურეკა და მოადგილე გამოაგზავნა იქიდან. და ეს ხალხი ეს 100 კაცი ნიღბიანი კაცები დღემდე რო არავინ არ ვიცით. ვინ იყვნენ გაქრნენ უცბად. სად იყვნენ ტეტოთ ვინმე სახლებში სახლებში იყვნენ. საოცარია და სახლებში. პირველად ჩამოიყვანესო სკოლაში ყავდათო სკოლის სპორტდარბაზშიო. და მე ეთყობა ყურადღება რომ მიიქციეს ამ სკოლის და მე არ გამოკითხეს თქვა ვის სახლებშიც იყო იმათ ვინ იყვნენ ესენი. კარი გაგვიღეს კი არა საერთოდ სოფელში არ შეგვიშვეს კაცო. როგორ აზე თქვენ ხო ხდებით რაზეც არის ლაპარაკი. ესე იგი
რომ მივდიოდი და ვეკითხენთან იყვნენ და აზერბაიჯანულად გელაპარაკება და რომ ეუბნები მე თაჯიმანი მოვა და не понимает по-русски, не понимает. ითამაშეს რა, რომ არ გვესმის რა გინდა. არც ქონდა, არც აზრი ახლა მაგის გამოკითხვას და არც გეტყოდნენ და არც დრო არ უნდა დაგვეკარგა და სიმართლე გითხრა, ჩვენ აღარ გავამწვავეთ რა. მოკლედ გაქრა ეს 100 კაცი. ამის შემდეგ მე აგორდა აფხაზეთი. ესე იგი ჩვენ ესე ვფიქრობთ, რომ აფხაზეთამდე და ცხინვალამდე, ცხინვალში უკვე სიტუაცია დაძაბული იყო. ეს გეგმა ჰქონდათ. ფოტოშორის მე რამაზ კლიმიაშვილმა მითხრა, როცა ცოცხალი იყოს მაგრამ განათლოს მისი სული, ინტერვიუში ჩაწერილიც არის და გამოქვეყნებულიც არის, რომ თითქოს რაღაც შეკრება გაიმართა სომხეთში, როდესაც აი სანამ ყარაბაღის გამო დაიწყებოდა ეს საომარი მოქმედებები და ყოველთვის რამაზ კლიმიაშვილი ამტკიცებდა, რომ იქ იყო ჯავახეთი და ყარაბაღი, ანუ ამ ორი რეგიონის, ანუ საქართველოსთან დაწყებული იყო კონფლიქტი თუ აზერბაიჯანთან და ორი ხმით გაიმარჯვა ყარაბაღის, ასე ვთქვათ, მიმართულება და ყარაბაღის ავტონომიისთვის ბრძოლა. მე თავს ვერ დავდებ ამაზე, რომ ეს ნამდვილად ასე იყო, მაგრამ ფაქტია, რომ რამაზ კლიმიაშვილი ამას ამბობდა. ეხლა დათვლას თუ მივყვებით ლოგიკას, არა? იმის ქვამიდა, რომ ანუ ქვემო ქართლის და ერთ-ერთი კი, ხო, ქვემო ქართლის დათვლა სწორედ ჰქონდათ, იმიტომ რომ თუკი ეს ორი ქვეყანა, რომელსაც დაუშვათ პარტნიორობის ფარგლებში შეუძლიათ ყველა ინტერესი დაბლოკან, ყველა ინტერესი დაბლოკან, შუა აზიისაც. დიახ. კეტავენ ფაქტობრივად. რუსეთისაც, თურქეთისაც, ჩემო ბატონო, ხო და შავი ზღვის აუზის ქვეყნებისაც, თუ კი ამათ გადაკიდებდნენ, ესე იგი იდეალური ვარიანტი შეექმნებოდათ იმისთვის, რომ მე როგორც სამშვიდობოების შემოსულყვენ და რკინიგზა და ტრასები ეკონტროლებინათ. მაგრამ რადგან ყარაბაღში უკვე ეს კონფლიქტი იყო, მაშინ გამოდიოდა, რომ აზერბაიჯანი ორივე სამხრეთ კავკასიურ რესპუბლიკებთან შედიოდა კონფლიქტში და ესე იგი ძალიან სერიოზული პრობლემები შეიძლებოდა ამას შექმნოდა რელიგიურ ნიადაგზე უკვე და მე ადგენდა ყარაბაღის აფხაზეთი აგვირიეს იქით, ანუ გეოგრაფია შეუცვალეს რა კონფლიქტს. ანუ სადაც სამივე დაჭერილია ეხა სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს. ხო, მანდავარ რა ზუსტად. მანდავარ სამივე, ხო. ხიჭვი არის სამივეს, რომელიც მოურჩენელი, ესე მოურჩენელი ხიჭვი. ჩვენ საკუთრივ ჩვენი და იმათ ერთმანეთში. ერთმანეთში, რა თქმა უნდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეხლა აი ამ ანუ ზალ რა მინდა კითხოთ. ეხლა ამჯერად არ დგას ქვემო ქართლის როგორც ნაღმის გამოყენება დღის წესრიგში. ანუ ეხლა როგორც ხედავ, სხვა მიმართულებით მიდის წაკიდება ბაქოსა და თბილისის. ნუ აშკარაა ხომ მცდელობები. ჩვენ მე მახსოვს რამდენიმე თვის წინა და გემახსოვრებათ ასევე თქვენს აზერბაიჯანულ მედია საშუალებებში, ის მის ნაწილში, მე ხარ რატომ ვამბობ, ეხლა მე მესმის რომ მედია საშუალებები იყოს ქართული მედია საშუალებები, თქო ჩვენ ვერ დავაბრალებთ რომ ხელისუფლება სრულად აკონტროლებს და ეს გამოხატავს ხელისუფლებისას, მაგრამ როცა აზერბაიჯანულ მედიაში ვრცელდება რაღაც ინფორმაცია, ნუ სულ მინიმუმ აზერბაიჯანის ხელისუფლების თანხმობით, იმიტომ რომ ის ძუმს და მაქსიმუმ წაქეზებით ვრცელდება, ხო ეს ინფორმაცია. აი გავცელდა რომ თითქოს ეს მართლაც გაუგონარი რამ იყო და გამოუგნებელი, რომ საქართველოში საქართველო ისეთ იმდენად თავხედობს, რომ თავისუფლებას აძლევს, რომ ქვემო ქართლში, ანუ საქართველოს ტერიტორიაზე შეცვალოს ტოპონიმები თურქული და თურქული ტოპონიმები მიჩნეული იყო აბორიგენ ტოპონიმებად, რომ ეს ბუნებრივი ეს საკმაოდ შემდეგ უბრალოდ ეს თემა ვერ განვითარდა და მაშინ იყო პირველად როცა გაისმა ბაქოს მხრიდან, უფრო ზუსტად ბაქოდან არ ვიტყვი ბაქოს მხრიდან, იმიტომ რომ ოფიციალურად ბაქოს ეს არ უთქვამს, რომ ჩვენ არ უნდა მივაწოდოთ სოციალურ ფასად გაზი მათ, ანუ გაზის შანტაჟი, რაც რუსეთის სავიზიტო ბარათი არის, თუმცა მსოფლიოში დღემდე ეს გაზის შანტაჟი და იმ დელაპარაკება ყველას, ჩვენი დაწყებული და ევროპით დამთავრებული. აი იგივე და ამ შემთხვევაშიც იყო ასეთი მოსაზრება იმავე აზერბაიჯანულ მედიაში, რომ აი ისევ არ უნდა მივცეთ სოციალურ ფასში, რომ მათ ვთქვათ, აი ჩვენ გაზს აღარ მივაწოდებთ. ანუ კიდე მას შეგახსენებთ. სტადიონზე ჩხუბი აქროსცემეს პირველი საზღვარზე დემარკაციაზე. დიახ. და ის დავით გარეჯის თემა და ეხა ის მადლობა ღმერთს, ესე არ ფიქრობს ალიევი.
და მისი შემოგარება. გასაგებია, მაგრამ ალიევი ასე არ ფიქრობს, რატომ ეთანხმება? თუ არის მოსაზრება, სხვა შეიძლება მამუკა არიშიძეს აქვს ნათქვამი, რომ იქ მართალია არის ის, რომ ხელისუფლება აკონტროლებს და ამიტომ ხელისუფლების კონტროლის გარეშე ვერანაირი აზრი ვერ იქნება ტირაჟირებული და ვერ გავრცელდება აზერბაიჯანულ მედიაში, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან ბევრი ბლოგერი თუ გამოცემა არის, რომელსაც აკონტროლებს რუსული სპეცსამსახური და ვერ აკონტროლებს ალიევი, არის ასეთი რეალობა ბაქოში. ეხლა როგორი ვითარებაა გეტყვით რა, ვერ აკონტროლებს რა, რას აუკრძალავს, პატრიოტობს კაცი და ხო, საფუძველი არ არის რომ მოედაო რა. ხო, და ალიევის ხელისუფლების წინააღმდეგ კი არაფერს ამბობს. პატრიოტობს. საერთო ჯამში კი ამბობს, რომ საქართველოს გადაამტკიცებს. ხო, მაგრამ როგორც კი ზღვარს გადადიან, იმ წუთში ერევა სახელმწიფო მანქანა იქ და ეუბნება თქვენ არავინ არ გეკითხებათ, გაჭერდით. ანუ ეს არის ხალხი, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ, არ არის გადაწყვეტილების მიღები ხალხი, არც თანამდებობრივად, არც ავტორიტეტულად. ხო, მაგრამ არიან ჩვეულებრივი პროვოკატორები, როგორც იყო თავის დროზე ცხინვალის ჩოჩიევი გახსოვთ ვიღაცა რა, ახალი ისტორია რო დაწერა. ხო და იმაში არძინბა აფხაზეთში ჩემო ბატონო და ყარაბაღში აზერბაიჯანის მხრიდან სხვა ხალხი საერთოდ ისტორია რო გადააბრუნეს. ასეთი ჯგუფი მოქმედებს აზერბაიჯანში. მოქმედებს რა თქმა უნდა. მოქმედებს აზერბაიჯანში. ისეთ ისტორიულ ფაქტებს ყვებიან საქართველოს შესახებ, რომ მაქვს მათთან ხო, ნუ ეხლა კონტაქტი. მადლობა ღმერთს. ესე იგი ჩატარდა მთელი პლანეტის მოსახლეობის გენეტიკური კვლევა. საერთოდ ეს გენეტიკური კვლევა დაიწყეს იმისათვის, რომ იდენტიფიცირება მოეხდინათ დანაშაულის. ანუ ეს არის თუ არა დანაშაული გენებთან გენეტიკური. ხო, მით უმეტეს აი ამ ტერორისტთან დაკავშირებით ეს გენეტიკურია, ეს აგრესია და კასტმოზულეობა. და ისეთი კარგი შედეგები აჩვენა რომ მე არ არის გენეტიკური თუ არა კიდევ კარგი არა ნუ ყოველ შემთხვევისთვის რომელიმე ნაციასთან დაკავშირებული არ არის მაგრამ იდენტიფიცირებულია პინები მაგალითად XY ხო მამაკაც XY აქვს გენეტიკა ეს თუ ეს ამ შესაძლებლობის ადამიანი თუ შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალება არ მიეცა ის ხო კრიმინალია რა ბათირაშვილს ეს არ მოუვიდა ბატონო ბათირაშვილი რომელიც როგორ არა ბათირაშვილი გმირი მეომარი კაცი იყო და როგორ შეიძლება და გამოყენებული და დაღუპეს ამათ დაღუპეს ამ თავრობამ იარაღი ჩაუდო ოთო კახაძემ იარა ჩაუდო რანამუსით გამოდის კიდე ეს ჭიათურელი ეს ფაქტი იარაღი ჩაუდეს და დაიჭირეს ერთ ომში ორ ადგილას ნაომარი ცხინვალში 2008 წელს და მე კოდორში რო გადაისროლეს იარაღი ჩაუდეს და დაიჭირეს ბიჭდა როგორ მოექცეოდნენ ციხეში ხო წარმოგიდგენია და ციხიდან რო გამოვიდა მაინც არ გაბოროტდა და 3 თვე აღდგენაზე იარა განცხადებებით რომ რატო გამაგდეთო კაცო მე არაფერი არ დაბიჭავებიაო და აღდგენას და ეს ჭიათურელი მიშა სააკაშვილი ეს ოთო კახაძეა თუ რა გვარია ხო რაღაცა არ ვიცი როგორ მორალისტია და როგორ გამოდის და კიდე ერთი დედაკაცი ყავთ რა ქვია იმას კიევში ეს კი არის არ დედაკაცი კარგი სიტყვა ჰომოპარული ფულით რო დაიჭირეს და აქ ნუ აღარ ამაზე არ გვიდა არა მე ვთქვი აი ბათირაშვილი გეთანხმები აბსოლუტურად გეთანხმები ხო გეთანხმები ხო და ისინი კიდე ხა მარტო ბათირაშვილზე კი არ არის ლაპარაკი მესმის მე მაგალითად იგილში წამყვანი საველე მეთაურებიც და საშუალოზე მაღალი რგოლის მეთაურებიც ყველა იყო ეთნიკური კავკასიელი და ეს შემთხვევა კავკასიელი გასაგებია ზალ იმიტომ რომ რუსეთთან აქვს ის და ვერ რეალიზდებოდა მაგრამ მე ჩვენსაზე იმიტომ რომ ჩვენი სახელმწიფო ისინი ჩასაფრებულები არიან და მთელ მსოფლიოში თუ კი სადმე მამალი მეომარია, თუ კი სადმე ღირსეული მეომარია, არა აქვს მნიშვნელობა იმას რა წოდებაში. ყველა ყავთ აღრიცხვაზე და მე მიდიან და სთავაზობენ ან ფულს თავაზე, გადაბირებას. საინფორმაციო ბანკი აქვს. ხო, საინფორმაციო სერიოზული. ესე იგი, სანამ ჩვენ ვლაპარაკობდით იმას, რომ ეს არ არის იმპულსური, ემოციური აფეთქება, ხო, იგილის იქ ჩვენ. არ გვე რო აფეთქდა მე სახალიფო თქვა ქართულად. ხო, სახალიფო მე დაგვიწყეს ჩვენ კონსულტაციებზე, მე დაიწყეს ჩვენთან სიარული. ის საშინელებები, რასაც აკეთებდნენ, იყო დაბალი ფენა. ზევით ფიქრობს იქ ხალხი. ტერაქტების სერიაც 6-7-8 თვეში ერთხელ ხდება. ძალიან კარგად იცოდნენ
ევროპული კანონმდებლობა, ძალიან კარგად იცოდნენ. ან ევროპული კანონმდებლობის სისტემებს იყენებენ. ხო და დროში სანამ ისინი ამ პროცესს ჩაუშვებენ, სანამ სასამართლოების ნებართვებს მიიღებენ, სანამ დევნა და ძიება დაიწყება, ესე იგი ქრებიან და მეორე ტალღა მზადდება იქ საიდანაც არ ელოდებიან. მიმართულება ხო მიეცა რა, რომ ამ მიმართულებით წავიდნენ. ესე იგი მთელი ძალები გადაისროლეს ამ მიმართულებით. ისინი უკვე სხვა მიმართულებით არ გამოგვივიდეს ახლა ტერორიზმის რეკლამა და რეკლამა კი არა, მე იმის თქვა მინდა რომ მადლობა ღმერთს რომ ბოლოს და ბოლოს გონს მოვიდნენ, კოალიცია შეიქმნა და როგორც სამხედრო ოპერაციები ატარეს რა ამის წინააღმდეგ მარტო ლოზუნგებით და ესე იგი ლოკალური სპეცოპერაციებით ფონს ვერ გავიდოდნენ რა, იმიტომ 40,000 მეომარი ყავდათ. ეს მოქმედი და ხარდამჭერი და თანამოაზრე რამდენი იყო კიდე ღმერთს მოუწყვის. ხო და ეს რაზე მოვაყურეს გენეტიკაზე. გენეტიკური ანალიზები. ხო და ესე იგი მე მთელი მსოფლიო ჩაერთო ამ გენეტიკურ ანალიზში, მადლობა ღმერთს ძალიან მიხარია ეგ ამბავი და პრაქტიკულად დამტკიცდა ის, რაც ქართველ მეცნიერებს საუკუნეების მანძილზე ვარაუდების დონეზე. სულ ზეპირადიცის ახლა საერთაშორისო საზოგადოება ვინ რომელი გენეტიკის მატარებელია. ვინ წმინდა სისხლიანი კავკასიელია, ვინ მოსულია, საიდან არიან მოსულები და რომელ ქვეყანაში რამდენი გენეტიკური ჯგუფის წარმომადგენლობა. მაგრამ რით ვიხეირებთ ამით ჩვენ, რა მნიშვნელობა? არა, ამით იმას ვიხეირებთ, რომ თუ ვინმეს დაავიწყდა თავისი წინაპრები საიდან არიან წარმოშვებით. ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია მივთითოთ ამ გენეტიკურ კვლევებს და იქ ნაჩვენებია ვინ საიდან ესე იგი სავარაუდოდ რომელი საუკუნეში არიან წამოსულები სპარსეთის მთებიდან, კილიკიიდან ვინ არის მოსული, სირიელი ხაიკები ვინ არიან, ჩემო ბატონო, ინდოეთიდან გამოსული ციგნების შთამომავლები ვინ გენეტიკურად. ეს ყველაფერი დაალაგებულია. გენეტიკურად ისიც დამტკიცდა, რომ ბევრი ქართველი ცხოვრობს აზერბაიჯანში და ბევრი ქართველი ცხოვრობს სომხეთში. უბრალოდ არიციან, რომ ქართველები არიან გენეტიკურად, არიან ქართველები. არც არის გასაკვირი სომხეთში სევანის ტბის მიდამოებში მით უმეტეს ახლა რამდენი საუკუნეების მანძილზე იყო სომხეთის ტერიტორია ქართველი მეფეების პროტექტორატის ქვეშ და ბუნებრივია დიდებულებს იქ ასახლებდნენ და მაშინ აეროპორტები არ იყო და რკინიგზა არ იყო და თუ კი დაუშვათ კარგ ადგილა, სადაც წყალი იყო და ასახლებდი წალკოჩი, ეს ბიცას უბოძებდი, დიდი ამბავი იყო და გარეგნულადაც განსხვავდებიან. ადაპტირება სომხური გვარები აქვს, სომხური სახელები აქვს და საზოგადოება სომხებად ითვლება, მაგრამ გარეგნულად განსხვავდება და რაღაცა ძალა მიციან, რომ სომხები არ არიან იქ. და როცა გენეტიკური ანალიზს ატარებდნენ უცხოელები იქ, ამათგან აიღეს გენეტიკური ანალიზი. და მე ისინი მიხვდნენ და ჩამოვიდნენ და რაღაც მივარდნილ სოფლებში ჩავიდნენ და იქ აიღეს მე გენეტიკა. ცირკი მეცინება რა რაღაცა. ჩვენ ამას ისბიშველის რომ საქართველოს ისტორია თურმე არის ყველაზე მართალი ისტორია. ამას თუ დავამატებთ კიდევ ბერძნულ წყაროებს, სპარსულ წყაროებს, ოსმალებს უყვართ რა გაბუქება რაღაცეების, მაინც, მაგრამ არაბულ წყაროებს, წესიერი ხალხია იქ. ხო, არაბი. დაგვანგრიეს, მოგვიგეს ქართველებმა ომი, იმიტომ რომ ჩვენზე ახოვანები იყვნენ, ჩვენზე თავგადასაწილებლობით იბრძოდნენ, ჩვენზე კარგი წყობა ჰქონდათ, ჩვენზე კარგად ოსმალებისა წერია, რომ ალახი გაგვიწყდა და იმიტომ მოგვიგეს ქართველებმა. არ მოგვერია. მოგვერია არ წერიან მაგას. ხო და ამ გენეტიკურმა კვლევამ თურქეთის სახელმწიფოს გენეტიკური სტრუქტურაც წინ დაგვიდო გაირკვა რომ 7-8 ჯგუფის გენეტიკური ჯგუფის ხალხი ცხოვრობს იქაც და საქართველოში გაირკვა რომ წამყვალი საქართველოს მოსახლეობის 75% წმინდა სისხლიანი კავკასიელია და ქართველობის განსაზღვრელი გენის მატარებელია. ეს არის ორი ჯგუფი. მე ძალიან მწყინს რომ იძახენ იმერელი ვარ მე, რაჭველი ვარ მე, ქართველი ვარ, ქართველი ხარ.
და თუ ეთნიკური ჯგუფები არ არსებობს, ეს გეოგრაფიული ტერიტორია და რუსეთმა შემოგვიყარა, რომ ეგ თქვა, რომ რაჭველი ხარ, ანუ ქართველი არა ხარ. ან იმერელი ხარ, ან კახელი ხარ. საქართველოში და ქართველობის განსხვავებული ორი გენეტიკური ტიპია. ან უნდა იყო იბერიელი, ან უნდა იყო კოლხი, დამთავრებული ამბავი. მე იბერიელი ვარ. მეც იბერიელი ვარ, გავესინჯე. ავიღე. ქალებისგან არ იღებენ სიმს, ამიტომ ვერ გავესინჯე, მაგრამ ვიცი რომ მამა, ძმა. ხო, მაგრამ ძმა არ მყავს, მაგრამ მე არ მომწონს რომ ქალებისგან არ იღებენ სიმს, რომ დისკრიმინაცია. არა, გაირკვა რომ გენეტიკა მამიდან გადადის 30000 წელს. ეგ ძალიან საინტერესოა და ებრაელების შემთხვევაში ქალებისგან იღებენ. სხვათა შორის და ასე რომ ცოტა მე კოტეს გამოვთქვა მაგრამ ესე იგი გაირკვა რომ 75%-იანი ანუ საქართველოს შეიძლება ითქვას რომ დღეს ამ არეულ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წმინდა სისხლიანი ქვეყანაა მაგ თვალსაზრისით ეს ძალიან კარგია რომ ჩვენ წმინდა სისხლიანი ჩრდილო კავკასიელები ძალიან ახლოს არიან ესე იგი ჩრდილო კავკასიის დასავლეთი ნაწილი კოლხის გენი აქვს განშტოებებია პადგრუპი რო ქვია ქვეჯგუფები და აღმოსავლეთ ჩრდილო კავკასიას აქვს ეს გენეტიკური კვლევა რომ გამოქვეყნდა დაღესტანში. ხო და აფხაზისა და ქართლის გარჩევა კიდევ შეუძლებელი იდენტური. შეუძლებელია, ხო. ესე იგი ეს რო გამოქვეყნდა, ნუ ჩეჩნებმა და ინგუშებმა თქვეს, ჩვენ ვიცოდითო ეგო და დაღესტანში ლეზგინები, ავარიელები, ლაკები და დიდუელები თუ არ ვცდები, ესენი იძახიან, რომ ჩვენ გრუზინები ვართ. თურმე იძახიან ამბავია. მოკლედ დიდი ამბავია და კეთილი და ამასობაში ხა სანამ ჩვენ მართლაც ჩვენ მეპარება ხა მე ვამბობ რომ იბერიელი ვარ და ჩვენ წმინდა სისხლის ქართველები ვარ და კავკასიელები ფაქტია რომ აი სამხრეთ კავკასიაში მე დავამატებ რა თუ შეიძლება და კი ბატონო დავამატებ ესე იგი იბერიული და კოლხური ცივილიზაცია რომელიც ნებაყოფლობით გაერთიანდა და სახელმწიფო შექმნა არის ესე იგი აღმოცენებული ხეთურ ცივილიზაციაზე კახეთი, კოლხეთი, მე არა გენეტიკურად უკვე დამტკიცა და ეს გენეტიკურად დამტკიცებულს ვამბობ უკვე. ეს ხო ვერსიები იყო. ხო და ხეთური ცივილიზაცია აღმოცენებულია შუმერულიდან. ანუ შუმერულიდან ორი შტოა წასული, ერთი როდესაც აბრაამ წაიყვანა აღთქმულ მიწაზე, ანუ ებრაელები და მეორე კავკასიელები, ანუ ჩვენ, ანუ იბერიელები და კოლხები. ხო და ეს ახლა იყო ვერსიების დონეზე მეცნიერების დროს და ჩვენ სტუდენტობის დროს ვამაყობდით რომ ესეთი დეტალები ვიცოთ დაბეჭდილი ფურცლებზე დაწერილი რაღაცები რომ ახლა ამდენი საშუალება აქვს და სწავლა არ უნდა ხალხს გადარეული ვარ და ხო და ეს გენეტიკურად დამტკიცდა გენეტიკურად დამტკიცდა ისიც რომ თეთრი რასა აქედან წარმოიქმნა აკვანი ევროპელების ევროპეიდული რასის აკვანი არის კავკასია, ხო და დანარჩენი ყველა მოსულია და იმ გენეტიკურ კვლევაში ჩემო კარგო წლებიც კია მინიშნებული რომელი გენისა როდის მოვიდა კავკასიაში. მე უბრალოდ ეს დავამატებ. 1828 წლებში ამ ორ წელიწადში ნიკოლოზმა საქართველოში ჩამოასახლა 200,000 სომეხი. კი, იყო ეს, დიახ. მანამდე ოსმალეთიდან კილიკიელები არიან რა, ანუ ეხა ჩვენ ხო არმენიელებს არ ვეძახით. ოსმალეთიდან, ეს ისტორიული ფაქტია ცნობილი, კი, ოსმალეთიდან. მეც გეტყვით. ხა ვიღაცები ხო არიან წერა-კითხვის უცოდინარი ქართველები რო არიან და თბილისის სომხების აშენებულია. 1828 წლამდე მთელ საქართველოში 300 ოჯახი ცხოვრობდა მარტო სომეხი. მაგრამ ჩვენ ავწნით ახლა ჩვენი საუბრის თემას. სხვა დავამთავრე, ბარენ რაღაცა მივიყვანო მინდა ბოლომდე რა. 1840 წლამდე სომხეთის ტერიტორიაზე ნიკოლოზმა 200,000 ჩამო მილიონი სომეხი ჩაასახლა თურქეთიდან. ანუ ნამდვილი სომხები ხაოსის შთამომავლები, რაც ჩვენები არიან, კავკასიელები არიან. ნამდვილი სომხითელები ჩვენ ვეძახით, ხო? აღმოჩნდნენ უმცირესობაში. კეთილი. და სანამ ეხლა ჩვენ გენეტიკაზე და გმილ წარსულზე ვლაპარაკობდით,
და ნამდვილად ასეა, რომ ჩვენ ვართ კავკასიელები, ჩვენი ენაც ამას ნიშნავს. ხო, იბერიულ კავკასიური ენა არის, ქართული ენა, ერთადერთი, მათ შორის სამხრეთ კავკასიურ ენებს შორის და გასაგები არის, მაგრამ ამას ხა არ აქვს საერთაშორისო სამართლისთვის არსებითი მნიშვნელობა და პლუს რეალობისთვის არ აქვს მნიშვნელობა. მაშინ რეალობა სხვა თემაა. ჩვენ ვარ დიახ, რეალურად გამოდის, რომ აზერბაიჯანი იკავებს იმ ნიშას, თუ არ დაიკავა უკვე, რომელიც არის ყოველთვის ეკავა საქართველოს და ამასთანავე ეს საქართველოს ბუნებრივი მდგომარეობა, ეს არის ლიდერი სამხრეთ კავკასიის. ხო, ყველა პოზიციაში ჩვენ დავთქმეთ ადგილი იმ დონეზეც კი, რომ თქვათ კი ჩვენზე გადის დერეფანი და შეუძლებელია რომ ეს დერეფანი საქართველოს გარეშე განხორციელდეს და აზერბაიჯანი გახდეს, მაგრამ აზერბაიჯანი გახდეს სატრანზიტო ქვეყანა და თავისი ენერგომატარებლები გაიტანოს და რაც რუსეთის გვერდითავლით მაქვს ლაპარაკი, თორე რუსეთზე საქართველოს გარეშეც გაატარებს. ხო, ალტერნატივა იმ შემთხვევაში თუ კი რუსეთის გვერდისავლით გავა ეს თქვათ საერთაშორისო პროექტები. ამასთანავე გახდა გზაჯვარედინიც. ესეც ჩვენი ფუნქცია არის და ჩვენ ეს ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამოვიდა რომ ჩვენ ამოვარდით აი ამ სამხრეთ კავკასიაში დომინანტის როლი და მაგ ფუნქციის წართმევა რუსეთსაც უნდა და აი ყვარლი და რო გზა უნდა რომ გაიყვანოს ქვემო ქართლის გავლით. იქ რამდენიმე გზას ხო რამდენიმე გზა სხვათა შორის შილო კავკასიიდან და არაფერი არ გამოვა. კი ბატონო, ერთი არ გამარ ჯერჯერობით გამოდის რომ და იქ საინტერესოა სხვა შორის ბაქოსთან მიმართებაში, მაშინ ჩვენ ტერიტორიები წაგვართვა აზერბაიჯანს დაუბრუნა რაღაცა ნაწილი, მართლა დაღესტნის ხარჯზე, ხო თუ არ ვწდები, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ესეთი პრეცედენტი მოხდა. აი ეს რეალობა შეიქმნა. რუსეთმა წაგვართვა აზერბაიჯანელებს. არა, რუსეთმა წაგვართვა, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენთვის აზერბაიჯანელებს მიწები არ წაურთმევია. რუსეთმა წაგვართვა, მაშინ როცა თქვა აზერბაიჯანს მედვედევის პრეზიდენტობის დროს რაღაცა ნაწილი დაუბრუნა. ანუ რუსეთის უწყობს ამას ხელს, აზერბაიჯანს ახლა გიჟი უნდა იყოს, რატო უნდა დათანხმდეს. ძალიანაც კარგია. აი ეს რეალობა და ამ შემთხვევაში ჩვენი ფუნქცია, ჩვენი დაკნინებული ეს პარტნიორია სომხეთი, არ გაწირავს გასაგები არც ერთ შემთხვევაში, ითამაშებს ყარაბაღით, სტრატეგიულად თამაშობს აზერბაიჯანსა და გადაყავს თავის ორბიტაზე, ჩვენ ვრჩებით აი ესე. თავის ორბიტაზე ვერ გადაყავს, უფრო იყენებს დასაბალანსებლად ჩვენი დასაბალანსებაშიც არის, ხო, ლაპარაკი, რომ აი დამკვირვებლის სტატუსით აზერბაიჯანი შევა დაჩქარებული წესით და ჩვენ აი ამ შემთხვევაში ჩვენი როლი კნინდება და ჩვენ ამ ჩვენი როლის გარეშე და ფუნქცია თუ ვერ კონკრეტულად ამ ფაქტს რაც შეეხება. აქ აზერბაიჯანელები არიან მართლები. როდესაც ნოტა გადასცეს და რა თქმა უნდა, როდესაც კიდევ ვიმეორებ, როდესაც შენ ქვეყანაში სომხეთის ელჩი და შენი ქვეყნის დეპუტატი ამ პროცესს ესწრებიან და აპოლიტიკურებენ, არა? მანამდე არც არავინ არ იცოდა რომ ეს იცოდა რომ ზეგლი იგადია. ხო, აუცილებლად მართლები არიან. რაც შეეხება ჩვენ მდგომარეობას კავკასიაში. 1992 წლიდან ვიდრე დღემდე საქართველო არის დაპირისპირებული, სამოქალაქო დაპირისპირებას გულისხმობ, რომელიც ბელადების სახელები იცვლება, თორე ვიღაცისტი უნდა იყო ამ ქვეყანაში. ან ყოფილი სისტი უნდა იყო, ან ახალი სისტი უნდა იყო და ამას ძალიან კარგად იყენებენ რუსეთის სპეცსამსახურები. ეს კავკასიაში შემოვიდნენ თუ არა, რომ დაერივნენ ჩერქეზებს, ხო, იქიდან მოყოლებული ამ სქემას იყენებს, შიდა დაპირისპირების სქემას იყენებს. მეორე, ამ დაპირისპირებამ მოიტანა, ესე იგი, საქართველოს ყველა ხელისუფლების მიმართ დობის ხარისხის დაწევა. რამაც გამოიწვია ქვეყანაში ერთიანი სახელმწიფოებრივი ხედვის ჩამოუყალიბებლობა, მოშლა. ადამიანებში, ჩემში, შენში, პეტრეში, პავლეში, ყველაშია. ის რაზეც ახლა ვლაპარაკობთ, ჩვენ კიდევ ფესვები არ გავშალეთ, მაგრამ სახელმწიფო ხედვად ეს ამბავი არ ჩამოყალიბდა ერთიანი. ამიტომ მოსახლეობას ვალდებულება არ აქვს. გაჭირვებულია ეკონომიურად ძალიან და რადგან სახელმწიფოს წინაშე ვალდებულება არ აქვს, რადგან პატრიოტული და ასე ვთქვათ მარადიული ღირებულების მსახური არ არის, თავის გადარჩენაზეა გადასული და სანამ არ გაძღება, სანამ არ ყველას ეს არ ეხება. სანამ არ გათბება, სანამ არ ჩაიცმევს და სანამ სტაბილური შემოსავალი არ გაუჩნდება, რომ მომავალზე იფიქროს, ძალიან ძნელია ჩვენი მოსახლეობის ამ ნოტაზე და ამ თემებზე სასაუბროდ
მოქცევა. ჩვენი ნაკლია დაპირისპირება, ჩვენი ნაკლია ეკონომიკური სიდუხჭირე და ჩვენი ნაკლია წაგებული ბრძოლები. მაგრამ ხომ შეიძლება ეს ნაკლები დააკომპენსიროს ხელისუფლებების გონიურულმა? რა თქმა უნდა, მაგას ვამბობ, ხელისუფლება არის სარდალი. ბრძოლის რაფორმასაც აირჩევს, მოსახლეობაც იმას გაყვება, მაგრამ სარდალი წინა ხაზზე უნდა იყოს, სახში არ უნდა იმალებოდეს და არ უნდა იპარავდეს. პატიოსნად უნდა იყოს, ღირსეულ ქართული მეფე. ამ რეალობას რა ეშველება? ამ რეალობას ამ რეალობა როგორ შეიძლება? ამ რეალობას დავრჩებით ამ რეალობას. არა, არანაირად არ დავრჩებით. ეხლა რაღაცა ისე არ გაიგოს თქვენმა მაყურებელმა. ჩვენ უბრალოდ დიაგნოზი დავსვით. ყველაფერს ეშველება აუცილებლად. მაშასადამე მობილიზებულია სერიოზული კაპიტალი. საქართველოში ინდუსტრიული განვითარების დასაწყებად. ეს არ იქნება ის კაპიტალი, როცა მიშას დროს შემოდიოდა და მიშას სასწავს ხმარდებოდა და მე ბიზნესმენებიდან ამოღებული ჯიბით ფარავდა ის წინა ხელისუფლება და ეს არ არის ის კაპიტალი ედუარდ შევარდნაძის დროს რო შემოდიოდა და ყველა რო იპარავდა. ეს არის ესე იგი კაპიტალი, რომელიც მიზანმიმართულად შემოვა ქარხნების და ფაბრიკების მშენებლობისთვის თავის ესე ტექნოლოგიური ასე ვთქვათ პროცესების განვითარებისთვის შემოვა ეს კაპიტალი, შემოყვება ამას შრომის კულტურა, საქართველოს აქვს პოტენციალი, მიმართულებები უკვე გაკვალულია, რომ ეს ქვეყანა 2-3 წელიწადში თვითკმარი ქვეყანა გახდეს. ანუ აწარმოოს ქვეყნის მოსახლეობისთვის საჭირო პროდუქციის 60-70%. ვისი ინტერესია ეს? მე საერთოდ მეჩვენება, რომ არავის ინტერესი არ უნდა იყოს, გინდა მტერი იყოს განსაკუთრებით და სხვა შეიძლება მოყრების, ანუ ჩვენი პარტნიორების და მეგობრების, რომ იყოს თვითკმარი ქვეყანა, რომ გაცილებით იოლი არის მართვა და ურთიერთობა, არა თვითკმარ, შემდეგ დამოკიდებული ხომ არ მინდოდა ხომ შიერი ადამიანი ხო? უფრო მარტივია, იაფიჯდება მისი, თქვა ყიდვა, მისი კეთილ დაშინებაც იოლია, მოსკიდვაც იოლია, რა თქმა უნდა. ამდენად ხომ თვითგადარჩენის ინსტინქტზე ორიენტირებული შეთქმულების თეორიის რაღაც მაგვარი მსჯელობა, მაგრამ ლოგიკა ამაში არის. მოდი გავავითაროთ, რატო არა? რატოა შეთქმულება? გავავითაროთ. და ანუ ლოგიკა არის მეთქი ამის. შევარდნაძის დროს იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ფულებს იპარავდნენ და არდებდნენ განვითარებაში. სულ იპარავდნენ, 20% მათ ჩაედოთ. მაგას ვიძახი, რატო? რა თქმა უნდა იყვნენ ბაცაცებიც, რა თქმა უნდა იყვნენ ხარბებიც და უმადურებიც, მაგრამ ვიღაცას დავალებაც ჰქონდა, რომ ეს ქარხანა არ უნდა აშენდეს, ეს ფაბრიკა არ უნდა აშენდეს. მიხეილ საკა გზები ავაშენე, ხიდები გავიყვანე, ჯერ ერთი რაფულით აიყვანე, ის გაიყვანე. გზები მართლა დააგო. გეთანხმები, მაგრამ დაახა შევარდნაძის დაანგრეული სახელმწიფოს ფონზე სარაიაც რო აგეშენებოდნენ, გამოჩნდებოდა, ხო? მაგრამ გააკეთა, მართლა კორუფციას რო შეებრძოლა და კრიმინალ 2004 წელს ხო გახდა? 2004-2005 წელი ხალხი დასუკრავდა კაცო. მერე გარეკა, მერე უყივლა რაღაცა უცხოსისხლებმა და მოინდომა ისა სულთანობა თორე. მანამდე არაუშავდა, კარგად მიყავდა საქმე. ჯერ ცუდებს დაერია. რო გაუვიდა ეს, მერე ცუდი და კარგს აღარ არჩევდა. უკვე თავისი ინტერესებს ხვდებოდა. და აი ამიტომ ეხლა ვინ მაგის დროსაც იყო ხალხი, რომლებიც არ აშენებდნენ. ამ ხელისუფლებაშიც იყვნენ და თქვენ კარგად იცით, რომ 2012 წლიდან ვიდრე დღემდე სულ იმას გავიძახით მე და ჩვენი თანამოაზრეები, რომ ვიკითხოთ, რატო არ აშენებენ? არ შეუძლიათ თუ არ უნდათ? ნებას არ თავენ იქნება. მან დავარმეც, ვინ არის ის, ვინც ნებას არ ართავს? აი ეს უნდა გავარკვიოთ ჩვენ უბრალო ხარბ და თაღლით მამაძაღლ ადამიანებთან აქვს, ბაცაცებთან, ხაზინის კურდებთან საქმე თუ სახელმწიფოს მტრებთან. ამას ეს არის გასარკვევი. ეხლა რატომ მოზღვავდა უცბად პროექტებიც ამუშავდა, უცბად კაპიტალიც გამოჩნდა, აქამდე ვინ აჩერებდა ამას? რატო არ ვკითხულობთ ამას? გამოჩნდება კი ნამდვილად? ეხლა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, ხა მარტო რუსის სპეცსამსახურებზე არ არის აქ ლაპარაკი. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. არც ერთ ქვეყანას არ აწყობს ძლიერი საქართველო. ეს მე ხო აღნიშნე, ეს ძალიან მარტივი სქემა იქნებოდა, რომ ყველაფერი დაუბრალოთ. 90-იან წლებში ნებისმიერი ეპოქა იყო საქართველოს ისტორიიდან.
როცა ერთიანობა იყო და მამალი მეფე იყო და ეკონომიურად ძლიერდებოდა ჩვენი ქვეყანა, მთელი რეგიონის საკითხები აღწყდებოდა. კომუნისტების დროს საბჭოთა კავშირის პროვინცია ვიყავით. მაგრამ ისეთი მდიდარი ქვეყანა იყო საქართველო, რომ კრემლის აფშორი იყო. აქ წყდებოდა კავკასიაში ცეკავსდიმნები, ვინ უნდა დანიშნულიყვნენ ამბები. ეხლა ჩვენ იმით ვიწონებთ თავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ისრაელის შემდეგ უპირველესი პარტნიორი ვართ, მაგრამ უკაცრავად ამას არ ჯობია, რომ თვითკმარი იყო. ხა მე ყველა მიცის, რომ ძალიან დიდი ხანია და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ანგლო-ამერიკელებთან. მარტო ამერიკელებთან არა, ინგლისელებთანაც და ჩვენი ლომისულით შევიტანეთ კოალიციის სირიაში მიმდინარე პროცესებში და მაგრამ ვაკვირდები ხო და რატო ამბობ რომ სუბიექტურად არ ჩამithვალოთ ვაკვირდები იმას რომ როდისმე ვინმესთვის ამერიკელს ან ევროპელს ნათქვამი აქვს რომ მე შენ ფულს არ მოგცემ იმიტომ რომ შენ ფაბრიკა და ქარხანა არ ააშენო არა 3 მილიარდ 700 მილიონი ევროა გამოყოფილი. ეხლა ამ ახალმა მთავრობამ გადაწყვიტა რომ აითვისოს. ჩადიან, ჩავლენ იქად. აქამდეც გამოყოფილი იყო. მაგრამ ყველა მექანიზმი იყო დაკეტილი, ყველა ხრელი ამოქოლილი იყო, ვერ მოიპარავდნენ და არ ჩამოიტანეს. და კიდევ ვიმეორება, რატო არ ჩამოიტანეს? იმიტომ რომ ხარბები და მამაძაღლები არიან თუ იმიტომ რომ გარედან კონდათ დავალება, რომ საქართველოს არ გახდეს თვითკმარი ქვეყანა. 7 ქარხანა უნდა, სულ. 10, 12 ქარხანა საქართველოს იმისთვის რომ მე ინფრასტრუქტურას განვითარდეს. მეტი არაფერი არ ჭირდება. რა გახდა 1992 წლიდან ვიდრე დღემდე 28 წელი რამდენი წელი გავიდა 27 წელი გავიდა თუ 28 წელი 27 რამდენი ქარხნის ფული აქვს მოპარული რა გახდა ესე იგი იმის რა ქვია საქართველოს ეკონომიკის ასე ვთქვათ დაყოფა დაუშვათ ძიმებ რეჟიმს უნდა ძალიან დიდი მადლობა არა მე რაღაცა ძალიან შინაურულად მესმის უბრალოდ იმედია რომ ამაზე მინდა შემდეგ გადაცემებისთვის შემოვინახოთ ეს თემა და როგორ გავშალოთ ეს ჩვენ ვამბობთ და კიდევ ვიტყვით რომ ეს არის საბოტაჟი 1992 წლიდან ვიდრე დღემდე და ვინ არიან ეს ხალხი ვინც ქვეყანას და ერს უწყობს საბოტაჟს ყველა მთავრობაში რო არიან არ აკვირდებით კი ასე და შევეცადოთ ამაზე შემდეგ გადაცემებში გავცეთ პასუხი ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ ასე მოთმინებით ამდენ ხანს გიყურებდით მომავალ შეხვედრამდე მადლობთ